მოგესალმებით ბათუმელებების პირდაპირ ეთერში. რამდენიმე წუთში დაიწყო ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია მაღლობელი საქმის განხილვა. თქვენ ხედავთ ადამიანებს, რომლებიც ელოდებიან სასამართლოებაში შეშვებას. შეგვიძლია გავისაუბროთ მაიამ წარიაშვილს, ადვოკატს, რომელიც იცავს მზია მაღლობელის ინტერესებს. მოგესალმებით ქალბატონო მაია. დღეს გრძელდება პროკურატურის მოწმეების დაკითხვა სასამართლოში. ხომ არ არის ცნობილი ვინ დაიკითხება დღეს სასამართლო პროცესზე? ცნობილი ჩვენთვის არ იყო, თავისთავად ცხადია, მაგრამ დავინახე ბატონ ბესელია და დებუაძე წარმოადგინა პროკურატურამ და სავარაუდოდ არა დადასტურებით შემიძლია ითქვათ, რომ მათი დაკითხვა იქნება დღეს. გარდა იმისა, რომ მზიას ათბრობის საკითხი და გადასინჯოს ამ ეტაპისთვის სასამართლო. ან თქვენ დააყენებთ ამ შემდგომლობაში სასამართლოს სასამართლოს გადასინჯოს, ეს მისი ვალდებულებაა, რომ ამ ეტაპზე უნდა გადასინჯოს, ჩვენ პოზიციებს დავაფიქსირებთ. ვარ კიდევ რაღაც შუამდგომლობები. არის ახალი გარემოება, რის გამოც დაკმაყოფილდეს ახლა. არ არის საჭირო. ახალი გარემოება სხვა საპროცედურული მექანიზმია. ეხლა სასამართლო უნდა გადასინჯოს ამ ეტაპისთვის, რამდენად ამართლებს მისი პატიმრობა მის ლეგიტიმურ მიზანს. მიუხედავად ნებისმიერი ახალი გარემოებისა. ახალი გარემოებით, როდესაც შედება, ის ჩვენი პრეროგატივაა და სხვა პროცედურა. ეხლა თავად სასამართლო თავისი სასამართლო თავისი ინიციატივით, ანუ მან უნდა მოისმინოს ბრალდების დასაბუთება, რამდენად ამ ეტაპზე და საბოლოოდ ერთი საფუძველი დატოვა სასამართლომ თუ რა ახალი დანაშაულის ჩადენის საკითხი. ამაზე უნდა ისაუბროს ჩვენი პოზიცია თავისთავად, რატომ არც მაშინ იყო და არც ეხლა ეს გარემოება დასაბუთებული. როგორც სულია გაუსახელებელი, მაშინ თავისთავად უფრო მეტად არის დღეს კიდე. ამიტომ ამაზე ვისაუბრეთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბატონ დებუაძეს, ბატონ ბესელიას მოუწევს არიან ბევრ მე მინდა შევახსოვრო ჩვენს მაყურებელს, რომ დებუაძე არის ამ საქმეში დაზარალებულად ცნობილი პირი, ამ სილის გაზრდის გამო თქვა, რომ ტკივილი განუცადა, ხო? ის მისცემს ჩვენებას ამ საქმის გარემოების, ხო? ასე გრიგოლ ბესელი არის აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილი დირექტორი, რომელმაც დატოვა უკვე ეს ამბავი უცნობია დაინიშნა თორას ამბავი, ხო? თქვენ გეკითხებათ კითხვები მათთან, ხო, გრიგოლ ბესელიისთან და ერკი გაბუაძე. ძალიან ბევრი გასული. ამიტომ ძალიან საინტერესო იქნება მათი დაკითხვა სასამართლო პროცესში. ვისაც აინტერესებს. დიდი მადლობა. თქვენ ასეთ გაგესაუბრეთ პროცესის შემდეგ. მადლობა მაიამ წარიაშვილი. არის საფრთხე ამ ნაძირალად გებუაძის ამ სასამართლოს და არ ვიცი უკანონობის პიკის გამო. რა ხდება ხალხო, გამარკვიეთ რა, საცხოვრო. საერთოდ არსებობს? საერთოდ კონსტიტუცია არსებობს? საერთოდ ამ ქვეყანაში სამართალია არსებობს? აი გაუგნებული ვარ რა, ვერ ნაძირლები ეს. ეს არის გოჩამი. აი ადამიანის სახე დამაკარგინეს, აი 2000 ლარად გამოშვებული ყავ. ბავშვზე მოძალადე მთელი თვის განმავლობაში ხო ვერ გავარკვიე. მაშინ ვერაფერი. უთხარი რომ დასაჯეთ. არაფერს არ ვამბობ, მაგრამ რეალურად პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო დაკავებულია ამ ქართული ოცნების მარიონეტის მფარველობით. ან თქვენ აპროტესტებთ იმას, რომ ბავშვზე მოძალადე გაუშვება სასამართლო გირაოს საფუძვლად. 2000 ლარიანი გირაოთი მაშინ, როდესაც აი უბრალოდ არ მინდოდა ამ პროცესებთან დაკავშირება ჩემი პირადის, მაგრამ ეს არის რეალური სახე ამ რეჟიმის. მაშინ, როდესაც ერთი სილის შემოყრის გამო, როდესაც უკანასკნელი სიტყვებით ლანძღეს ქალბატონი, არ ვიცი და აი რადონის შეურაცხყოფები არ აყენებს, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოსულია და ლოყა გაწითლებული და მაშინ, როცა მოძალადენ ბავშვი გალახა, თელმა საქართველოს ნახა ის საშინელი ფაქტები, პროცესი გადააქვთ და ეხლა მეუბნებიან, რომ 31 ოქტომბერს არსებობს სამართალი, არსებობს ამ ქვეყანაში მართლმსაჯულება. ან მორიგი პროცესი გაიმართება ოქტომბერში. 31 ოქტომბერს ეს 4 თვითონ გადამიდეს პროცესი. ეხლა მეუბნებიან, რომ 31 ოქტომბერს 12-ის ნახევარს. წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაა ქვეყანაში. ეს რას აჩვენებს თქვენთვის ეს დამოკიდებულება, როცა აი როგორც მოძალადე არის. ვამბობდი ბატონო ჯაბა, ქვეყანაში კანონი არ არსებობს. ქვეყანაში არ არსებობს მართლმსაჯულება, ჩამოშლილია ყველა სისტემა და რეალურად რეჟიმი დაკავებულია პირადი შურისძიებით ადამიანებს. ეს არის ცალსახა პოზიცია, აი ორი კონტრაქტი, ორი საქმე ერთმანეთთან დაკავშირებული. ხომ შეგიძლიათ რომ ძალიან მარტივად ნახოთ. ეს ორი შემთხვევა, ერთ შემთხვევაში 13 წლის ბავშვი, მეორე შემთხვევაში ქალბატონი და მთელი სისტემა მის წინააღმდეგ. ამ დროს მე დავდივარ თვეების განმავლობაში სასამართლოში და
ყოველ ჯერზე გადააქვს პროტესტი, იმიტომ რომ ეს ნაძირალა არის ქართული ოცნების აქტივისტი. რომელი მუხლით არის ამ შემთხვევაში დაწყებული გამოძიება 126 მუხლით? მაგრამ ბრალი დაუნძინეს, ეხლა პროკურორს ვესაუბრე, ფაქტები დევს უშუალოდ, აი ჩვეულებრივად დადგენილი ფაქტია. ყოველგვარი რაღაც ეჭვის გარეშე, მაგრამ მაქსიმალურად წელავენ პროცესს რა. გაუშვეს გირაოთი ბრალდები. 2000 წელი არიანი გირაოთი. მადლობა, ეს გოჩამბელაძე იყო მოქალაქე, რომელიც ხა აპროტესტებდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, შევჩევით სამართალს, ისაუბრობდა იმაზე, რომ ბავშვზე მოძალადე, კონკრეტული кейსი, კონკრეტული საქმე, როცა ბავშვზე ძალადობაში ბრალდებული გაუშვეს გირაოს საფუძველზე და შემდეგ სასამართლო პროცესი ჩაინიშნება, გაიმართება ოქტომბერში, როგორც ეს გითხრა ეხლა გოჩამბელაძე და ამ დროს სილის გაწვლის გამო ბრალდებული მზიამაღლები, რომელსაც ედებება გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას, მას ელოდება 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და არის მას აქვს შეფერდებული აკუტი ღონისძიების ყველაზე მძიმე ფორმა პატიმრობა. ეს შეგახსენებთ, რომ ჩვენ ახლა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ფოიეში ვართ, სადაც შეკრებილი მოქალაქეები ელოდებიან, რომ შევიდნენ ხელმოთა დარბაზში, მეორე დარბაზში განიხილება მზიამაღლებელი საქმის ყველაზე დიდი დარბაზია, თუმცა ძალიან დიდია ინტერესი ამ საქმის მიმართ, როგორც ხედავთ, ეხლაც დღესაც შესვლა ზოგიერთმა მათგანამ ვერ მოახერხეს ხომ დარბაზში შესვლა. როგორც გაიგო ცოტა ხნის წინ სასამართლოში ხომაში გაზიარებული დაცვით შეიყვანეს ირაკლი გებუაძე, რომელიც გახდა ბათუმის პოლიციის უფროსი, ასევე გრიგოლ ბესელია, რომელიც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსია. და სწორედ ისინი მისცემენ სავარაუდო დღესჩვენებას მზიამაღლებელი საქმეზე. უცნობია კიდევ რომელი სხვა მოწვე დაიკითხება დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ამ ეტაპზეც მოსამართლე ჯერ კიდევ ისმენს პროკურატურის ან ბრალდების მხარის მოწმეებს. გეტყვით ასევე, რომ დღეს შევიდა სტრასბურგის სასამართლოს მზიამაღლებელი სარჩელი საიამ, რომელიც იცავს მაიამ წარიაშვილთან, კახაბერ წერეთელთან და გიორგი ხიმშიაშვილთან ერთად მზიამაღლებლის ინტერესებს. დღეს საიამ მიმართა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოს არაერთი მუხლის დარღვევის გამო, მათ შორის ისეთი ფუნდამენტური უფლება, როგორიც არის გამოხატვის თავისუფლება, მეათე მუხლი, ასევე სიცოცხლის უფლება, მეხუთე მუხლი. და კიდევ არაერთი მუხლია, რომლის საფუძველზეც საიამ მიმართა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს. სწორედ დღეს იყო ბრიფინგი საიაში, ხელმძღვანელი ნონა კურდოვანიძე საუბრობდა ამ სარჩელის დეტალებზე. თქვენ შეგიძლიათ ეს ვიდეო ჩანაწერი, ასევე სტატია წერილობით ნახოთ ბათუმელების ვებგვერდზე, ასევე ნეტგაზეთის გვერდზე. და გეტყვით, რომ ჩვენ ახლა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ფოიეში ვართ, იწყება მზიამაღლებელი საქმის განხილვა. ეს არსებითი განხილვის ხდობა და გრძელდება ამ დროს პროკურატურის მოწმეების დაკითხვა. დღეს როგორც ვიცით, დაიკითხებიან აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია, ასევე ირაკლი გებუაძე, რომელიც ბათუმის პოლიციის უფროსია ამ დრომდე. მას აწი შეჩერებია სამსახურებრივი უფლებამოსილება მის მიუხედავად, რომ მას მზიამაღლებელი, ასევე საპროტესტო აქციის მონაწილე სხვა პირები ადანაშაულებენ არაადამიანურ მოპყრობაში. და გამოძიება დაიწყებულია, ამის მიუხედავად ირაკლი გებუაძე რჩება ბათუმის პოლიციის უფროსის პოზიციაზე და ის რომ გამოძიება ჩატარდეს უნდა მიუკერძოებულ გარემოში და მიუკერძოებულად და სამართლიანად, აი მოთხოვნას დღემდე გამოძიება არ აკმაყოფილებს. ნინო ზურიაშვილს ხედა, მოდი შედიან უკვე ესე სასამართლო დარბაზში ჟურნალისტები, მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, ისინი ცდილობენ რომ დაესწრონ მზიამაღლებელი საქმის განხილვას, რომელიც ახლახანს იწყება ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მოგესალმებით ბატონო ლევან, შეიძლება გაგესაუბროთ? იყავით თუნდაც, ანუ თქვენთვის მოყვეთ მზიამაღლებელი საქმეზე და სხვა საქმის ანუ თქვენთვის რატომ არის აი მზიამაღლებელი უკანონო პატიმარი? თქვენ რა შეგიძლიათ გითხრათ? რა არგუმენტით მიგაჩნიათ თქვენ რომ ის უკანონო პატიმრობაში? აქ მზიას დაპატიმრება რეალურად რას ნიშნავს? ანუ ხელისუფლება გვეუბნება, რომ თუ ჩვენ ესე იგი მოდიას ხებზე პიდია, აი პირდაპირ მნიშვნელობით აქ უკვე აღარაა საუბარი კანონზე. ანუ ჟურნალისტი შეგვიძლია დავაპატიმროთ, ხო? მაშინ პირველი ხალი პოლიტიკური პატიმარია მზია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. პირდაპირ ფაქტორი თუ სხვა და დაშლების ცდელობა. პროექტ ზანობა პირდაპირ მნიშვნელობით რა სულელია რა.
ჯერ მე უბრალოდ ამის კაცობის და ადამიანობის ვეღარ ვერ გამიგია რა რაღაც ხალის სიმის გაწონაზე ამდენი წუწუნი და ამდენი რაღაცა იმის ატეკვა რა ისა პოლიციის სიცხმით და ადგილი განუცადები რა გებოადეს დრამეს ზეუბნება გამეცილებას აი უბრალოდ კაცობის საერთოდ არაფერი აღარ დარჩათ და თვითონ აი რაფერი პირადად ხო ჯერ ბიზნესს რო შემოქმედა პრობლემა აღარ მაქვს აი მე პირადად ეთქვით ამას პირადად მე ვიმოწმავს ბიზნესის განშტოების კომპეტენცია როგორც ასეთ იმით რომ ბიზნა ერთი მე აღარ გამაშია რატომ ერთი რა აი ამდენი მოღალატე ყავს იგი ვიმართ ამათ ბიჭო სისტემაში ამდენი წელი ხალხი მუშაობს თეთრს და შავს ვეღარ არჩევენ ასე რამ დააბრმავეს ხალხი შოკირებული ედასგების უსწავლებლები რა ასე რამ შეაძულად მისი ქვეყანა რა ჩვეულებრივი პირდაპირ მნიშვნელობით ბანკორმირება და გადაქცეული თემის სტრუქტურა მეტი არაფერი ამას სისტემა არ ქვია ამას სამართალდაცავი აღარ ქვია პოლიციელი აღარა სასამართლო აღარა პროკურატურა აი დღეს მისცემენ ახლა ჩვენებას თავზე გადაგვახიეს ანუ ბიბიზგები პირდაპირ ესე იგი წევიდეთ ჩვენ ზალაზე აქვს სხვა სიტუაციას უკვე მე ვეღარ ვხვდები რა რომ სამართლებრივი გზებით, კანონური გზებით ვეღარ ხედავთ უკვე თავის დაცვის საშუალებას ფიზიკურად აღარა რომელი სამართლე მთელი მსოფლიო აგერებს თუ არა სამართლებრივი გზები ჩვენ მაინც ვცდილობთ ყველანაირად მაგრამ რეალობიდან უკვე ანუ რეალობას პალევ შეხედული უნდა ხო აღარა სამართლებრივი არანაირი აბსოლუტურად ჩარჩო აღარა დალეწეს ყველაფერი და მე მართლა ვეუბნები დედასწავად ძალოვანი სტრუქტურების პოლიციების ვეუბნები ასე ქვეყანა რამ შეაძლო და ასე საერთოდ აზროვნების უნარი რამ შეუზღუდა რა ბიზნა რა შვაშია ხალხო ბიზნა არის ერთი და ამდენი ამხელა სისტემაა ხო ამდენი მოღალატებიო აგი ვინმე სულ დედასწავად გამეჯერებია რა ჯარისა საერთოდ ვეუბნები პოლიციისას აი შოკირებული ვარ. პოლიციელი მოდიან აქ და ფორმა გაცვია. გამოიჭირა არაერთი პოლიციელი, ადვოკატი უმრავლესობა ყოველ შემთხვევაში პოლიციელების და ვინც აძლევს ჩვენებას, იგივე ზიამაღლებს. ადვოკატი რა შვაშია, ხალხი თვითონ ხო ხედავენ რა ხდება, ქვეყანა იყიდება პირდაპირ მნიშვნელობით, აბარებენ ქვეყანას. ხალხი ვეღარ ჩადის ცივილურ სამყაროში, დადიან სადა კინჩინთან და იმას და რა ქვია. ანუ სადადიან ხო უზბეკეთში და ტაჯიკეთში და ანუ ახლა მართლა ტვინი გამოროცხილი ხო უნდა დაფიქრდე გასმა რა ეს იყო ლევან ხორავა თქვენ მას უსმენთ დიდ ჩვენს პირდაპირ ეთერში თქვენ ხედავთ რომ მოქალაქეები გაასრულებენ შესვლას მზიამაღლობელის საქმეზე რამდენიმე წუთში დაიწყება მზიამაღლობელის საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ეს არის არსებითი განხილვის ხდომა, როცა ისე პროკურატურის მოწმეები იკითხებიან, ჯერ კიდევ არ დასრულებულა პროკურატურის მოწმეების დაკითხვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, ხოლო ამის შემდეგ უკვე სასამართლომ უნდა მოისმინოს დაცვის მხარის პოზიციები, თუმცა თქვენ იცით, რომ დაცვის მხარის, ანუ მზიამაღლობელის მტკიცებულებების უდიდესი ნაწილი ამორიცხა მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა, ანუ სასამართლომ არ მისცა საშუალება, რომ დაეცვა თავი მზიამაღლობელს წარმოადგენდა მტკიცებულებები სასამართლოში პრაქტიკულად დაცვის უფლების გარეშე დატოვესო მზიამაღლობელი ჩვენ მოვისმინეთ იგივე მაია მწარიაშვილის და კომპანია ბილდის განმარტება შემდეგ მოწმეების ნაწილი დააბრუნა სასამართლომ სააპელაციო სასამართლომ ამ საქმეში და მის საშუალება მზიამაღლობელის ადვოკატებს რომ წარადგინონ კონკრეტული მოწმეების სასამართლოში, თუმცა უბრალოდ ვიდეო მტკიცებულებები და არა მოწმეები და მნიშვნელოვანი მტკიცებულებები ისევ ვიდეო მნიშვნელოვანი მტკიცებულებები არის ამოღებული მზიამაღლობელის საქმე. მიხედავთ პოლიციელები რომელთაც შეკრებილი არიან ახლა სასამართლოს ფოიეში დღეს ჩვენება უნდა მისცეს როგორც ვიცით როგორც არის ცნობილი ჩვენთვის ირაკლი გებუაძემ ბათუმის პოლიციის უფროსმა რომელიც ამბობს რომ სილის გაწვნის გამო ის არის დაზარალებული მას მიენიჭა დაზარალებული სტატუსი პროკურატურამ და ასევე დღეს ჩვენებას მისცემს სავარაუდოდ გრიგოლ ბესელი, რომელიც აჯარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსია.
ასეთი ვითარება ამ დროისთვის ბათუმის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხანში დაიწყება მზია მაღლობელის საქმის განხილვა. ეს არის არსებითი განხილვის ხდომა, სადაც ისევ მოусმენენ პროკურატურის მოწმეებს, მათ შორის როგორც არის შეფასებელი დღეს დაიკითხებიან ირაკლი დგებუაძე, ბათუმის პოლიციის უფროსი და ასევე გრიგოლ ბესელია, რომელიც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილი უფროსია, სწორედ მის ჩვენებას მოისმენს დღეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი. მზია მაღლობელი რჩება უკანონო პატიმრობაში, რამდენიმე გარემოება ადასტურებს ამას, რომ მზია მაღლობელი არის უკანონო პატიმარი და ამას ასევე ადასტურებენ. ამაზე საუბრობს დღეს არაერთი უფლებადამცველი და არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია. მე აქ გეტყვით რომ დღეს საიამ რომელიც იცავს მზია მაღლობელის ინტერესებს მიმართა სტრასბურგის სასამართლოს მზია მაღლობელი საქმე გასაჩუქრდა სტრასბურგის სასამართლოში საიამ მიიჩნევს რომ დარღვეულია ფუნდამენტური უფლებები როგორიცაა თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება ეს არის კონვენციის მეხუთე მუხლი ასევე საქმის სამართლიანი განხილვის უფლება პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება გამოხატვის თავისუფლება კონვენციის მე-13 მუხლი და მერვე და მე-10 მუხლებთან ერთობლიობაში სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება ასე უფლების შეზღუდვა და გამოყენების ფარგლები ეს არის კონვენციის მე-18 მუხლი საია სანახავთ მზია მაღლობელის იმათ ყველაზე მკაცრი აკოდი ღონისძიების პატიმრობის გამოყენება მოხდა თვითნებურად და უკანონოდ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია არაერთი არგუმენტი რომელიც დაადასტურებდა პატიმრობის აუცილებლობას პროკურატურის შუამდგომლობა ასევე როგორც სასამართლოს განჩინება აკოდის ღონისძიების გამოყენების თაობაზე ეფუძნება აბსტრაქტულ რისკებს და მსჯელობას ნაცვლად საქმის ინდივიდუალური გარემოებების შეფასებისა არც ბრალდებულის პირველი წარდგენის ხდომაზე არც აკოდი ღონისძიების გადასცემის შუამდგომლობის განხილვისას და არც წინასასამართლოს ხდომაზე მოსამართლეს არ შეუფასებია, რატომ ვერ უზრუნველყოფდა ნაკლებად მკაცრი აკოდი ღონისძიების გამოყენება სისხლის სამართლის პროცესის მიზნების მიღწევას. როგორც ცნობილია, 2025 წლის 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია მაღლობელს პატიმრობა შეუფარდა, ხოლო მე გეტყვით რომ ამ დროისთვის ნინო სახელაშვილი იყო გამოსაცდელი ვადით დანიშნული, ხოლო ამ განწყობილების მიღების შემდეგ როცა მან დააპატიმრა მზია მაღლობელი, ნინო სახელაშვილი უკვე უბადოდ გამწესებული მოსამართლე და მე აქ გეტყვით რომ ის დაასანქცირა სწორედ მზია მაღლობელის საქმის გამო, უფლებების ჟურნალისტის უფლებების დარღვევის გამო. ასევე ნინო სახელაშვილს არ აქვს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია, ის განიხილავს მზია მაღლობელის სისხლის სამართლის საქმეს და ის მიიღებს სავარაუდოდ დიდი ალბათობით საბოლოო განაჩენს მზია მაღლობელის საქმეზე მზია მაღლობელს ბრალის ადასტურების შემთხვევაში ელოდება 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და მას არ აქვს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია რაც თავად დაადასტურა ერთ-ერთ სასამართლოს ხდომაზე როცა ადვოკატები მზია მაღლობელის ადვოკატები ითხოვდნენ ნინო სახელაშვილის აცილებას რადგანაც ის არის დასანქცირებული მოსამართლე სწორედ ამ საქმის გამო იმის გამო რომ ჟურნალისტის უფლებები დაარღვია მზია მაღლობელის საქმის განხილვის როცა მას აკოდი ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმა დაუსაბუთებლად და უკანონოდ შეუფარდა მან ასევე სტრასბურგის გაგზავნილ სარჩელში აღნიშნულია რომ საქმის სამართლიანი განხილვის უფლებას რაც შეეხება საიას თანახმად მზია მაღლობელის საქმეზე არაერთ გზის მათ შორის სასამართლოს მხრიდან დაირღვა ბრალდებულის უდანაშაულობის პრეზუმპცია მოსამართლემ აღკვეთი ღონისძიების გამოყენების შესახებ მიღებულ განჩინებაში ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის რისკის დასაბუთებულად გამოიყენა მზია მაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავების ფაქტი ისე რომ ადმინისტრაციული დაკავების კანონიერება და ადმინისტრაციული სამდარღვევის ჩადენის საკითხი ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზეა და არ არის მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. საჩივარში ასევე არის აღნიშნული მე გეტყვით ამასაც რომ აღნიშნულია რომ
ვლინდება არაერთი არსებითი მნიშვნელობის პროცედურული დარღვევა, რაც საგამოძიებო უწყებების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენაზე მიანიშნებს, მათ შორისაა დეტექტივ ვლადიმერ ჩიტაიას პატაკი, რომლის საფუძველზეც მოხდა მზიამაღლობელის ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვა პროკურატურას, ისევე როგორც სასამართლოს არ შეუფასებია ის ფაქტი, რომ მზიამაღლობელის ტელეფონში იქნებოდა ინფორმაცია ჟურნალისტური წყაროების შესახებ, რომელთა ანონიმურობაც გარანტირებული უნდა იყოს ჟურნალისტური საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე. ამავე მოქმედებით ხელყოფილი იქნა მომჩივნის პირადი კომუნიკაციის და პირადი ცხოვრების უფლება. ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ დარღვევების, რაც ლაპარაკობს სონა ქურდოვანიძე და საია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. და მე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ სწორედ დღეს 28 აპრილს მიმართეს მზიამაღლობელის ადვოკატებმა სტრასბურგის სასამართლოს და მოითხოვეს არაერთი უფლების არღვევა. უკვე დაიწყო მზიამაღლობელის საქმის განხილვა, ეს მორიგის ხდომა, არსებითი განხილვის ეტაპის მორიგის ხდომა, სადაც ჯერ კიდევ იკითხებიან პროკურატურის მოწმეები. დღეს სასამართლო მოისმენს ირაკლი გებუაძის, ბათუმის პოლიციის უფროსის ჩვენებას, რომელიც ამ საქმეზე დაზარალებულად არის ცნობილი, სილის გაწვნის გამო, მან თქვა, რომ განიცადა ტკივილი და პროკურატურა მას მიენიჭა დაზარალებული სტატუსი, ასევე პროკურატურამ თქვა, რომ სწორედ სილის გაწვნა არის პოლიციაზე თავდასხმა, იმის მიუხედავად, რომ სილის გაწვნა არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ასეთია არა მხოლოდ უფლებადამცველების და იურისტების განმარტება და საერთაშორისო და აღიარებული ნორმების განმარტება სილის გაწვნის შემთხვევაში. გარდა ამისა, უზენაეს სასამართლოს პრაქტიკაც ამას მოწმობს საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის მიუხედავად, რომ სილის გაწვნა არ შეიძლება განვიხილოთ როგორც პოლიციაზე თავდასხმად. ჩვენ მოვიძიეთ არაერთი საქმე, როცა პოლიციას მინის ბოთლი ჩაარტყეს თავში, ან საზადულის არეში ფეხი ამოარტყეს, ან მიაყენეს ხეზე დაზიანება, დაჭრეს მაგალითად პოლიციელი თავის აბსოლუტური მოვალეობის შესრულების დროს და ეს მძიმე შემთხვევებიც კი არ განვიხილავს სასამართლოს საქართველოში პოლიციაზე თავდასხმად. მაგალითად, როცა პოლიციელი დაჭრეს, ამ შემთხვევაში არ უთქვამს სასამართლოს, რომ ეს იყო პოლიციელზე თავდასხმა, ასევე საზარდულში ფეხის ამორტყმა არ განვიხილავს სასამართლოს როგორც პოლიციელზე თავდასხმა. ნახოთ რა მოხდება დღევანდელ პროცესზე. მაია მწარეშვილი ამბობდა, რომ მასალენ ბევრი შეკითხვა აქვს ირაკლი გებუაძესთან, ასევე გრიგოლ ბესელიესთან, მაჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ დირექტორთან. დღეს ისიც მისცემს ჩვენებას ბათუმის საქალაქო სასამართლოს. ასეთ იყო ბათუმელების პირდაპირ ჩართვა ამ დროისთვის. ეს სტუმრები ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები G და ნეტგაზეთი G, რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია მალევე ყურადღებისთვის დროებით.